სიკვდილით და სიკვდილის დამდგუნველი ნიშნავს, რომ მან ჩვენი გონება გაანთავისუფლა სიკვდილის შიშისაგან, იმიტომ რომ გვანახა რომ სიკვდილი არ არსებობს. პავლე ამბობს, მე არ ვცხოვრობ ჩემში ქრისტე ცხოვრობს. და მეო სოფლისთვის ჯვარცმული ვარო და სოფელი ჩემთვის ჯვარცმული არისო. ჩვენ ხომ ამბობთ რომ ღმერთი ჯვარს ეცვა. ღმერთი ჯვარს აცვეს. ხო ეს შეუძლებელია რომ ღმერთი ჯვარს ეცვას, ღმერთი ჯვარს აცვეს, ანუ ღმერთი მოკლეს. ეგ შეუძლებელია, ღმერთი არ კვდება, ღმერთი ჯვარს ვერ ეცმევა, ღმერთი ისა, მაგრამ აი რა გაგებითი თქმის ეს. ამიტომ არის მართლმადიდებლობა რომ იძახის რომ არ შეიძლება ის შეცვალო, მაგრამ თუ მე, თქვენ და ვინც იორდანეში მოვინათლებით, ხვდებით იგივე ქრისტე, მაშინ ჩვენ მისი შეცვლა შეგვეძლება, ხო? შეუძლია შევცვლით, იმიტომ რომ ახალი ქრისტე ვართ ჩვენ. პავლე მოციქული ამბობს, იყავით ბნელი, ეხლა ხართ ნათელი. და აი ეს ნათელი შეუძლებელია გახდე თუ შენს სულს და შენს სხეულს შენს მოქმედებებს არ დაუთმო მას ვინ შემოდის. აი ეს ძალიან ჩემთვის არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე რომ ღმერთმა ძე ღვთისამ აირჩია ქალი ქალწული და მასში დაიბადა და ეს ქალწული იყო ისეთი რომელსაც არ ქონდა ოთახი სადაც შვილს გააჩენდა. ხო, მაგრამ ეს ხო ნიშნავს იმას, რომ მოგესალმებით დროების YouTube არხის მაყურებლებს, გილოცავთ შობას, ჩვენი გადაცემა, მორიგი გადაცემა ციკლიდან მამა დოროთეს ამბიონი, რომელსაც უძღვება თავად არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. ეძღვნება კვლავ შობას, ჩვენ სპეციალური გამოშვება კონდა მიუძღვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ ქრისტე შობას როგორც მოვლენას, მნიშვნელობას და დღეს გვაქვს ძალიან დიდი სურვილი ვისაუბროთ იმის თაობაზე თუ ვინ იშვა. მართლა ძალიან საინტერესო საუბარი გველის წინ კითხვებზე პასუხები, რომელმაც განსაზღვრა კაცობრიობის ცივილიზაციის, ქრისტიანული ცივილიზაციის ისტორია და აქტუალურობას არათუ კარგავს, არამედ იძენს ყოველდღიურად ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში. სანამ მივცემ შესაძლებლობას მამა დოროთეს გამოიყენოს ეს ამბიონი, ისაუბროს ამ თემაზე კვლავ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი გადაცემათა ციკლის მხარდაჭერისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის, მოსაზრებებისთვის, შეკითხვებისთვის, რომელსაც გვიგზავნით, სურვილებისთვის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვეხმაურებით და ვუპასუხებთ ჩვენს გადაცემაში და აქვე მინდა რომ გთხოვოთ მათ ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი YouTube არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები და გაუზიარეთ თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს გამოვყევით ჩვენ სოციალურ პლატფორმებზე და YouTube-ზე. მადლობა და მამა დოროთეს უსმენთ ინტერესით. მოგესალმებით, მადლობა თქვენ, მადლობა სმენელს. მადლობა იმისთვის რომ გვისმენენ და გვეხმიანებიან ხშირად წერენ და ძალიან მოსწონთ ეს ჩვენი ფორმატი ასე ვთქვათ და თითქოს აი ერი იყო გამზადებული ამისთვის, ამას ელოდა არ იცოდა რას, მაგრამ ამას ელოდა და მადლობა მათ რომ ღმერთმა რო ჩვენ ეს მოგცა და მათ მისცა აი ეს ფორმატი რომ მოისმინონ და გაიგონ ქრისტეს შესახებ, რომელიც არის ყველაზე დიდი და მთავარი ადამიანის ცხოვრებაში, რომ შეიცნოს თავისი უფალი. შობაზე შეიძლება ასეთი რაღაცა თქვათ, რომ მე მინდა ფსალმუნის სიტყვებით დავიწყო. ფსალმუნის
ორი თარგმანი გვაქვს, ერთი გვაქვს ძველი თარგმანი, ეს ძველი თარგმანი არის შესრულებული ძველი ბერძნულიდან, სეპტუაგინტას რო ეძახიან, მაკედონელის მხედართმთავრის ტოლემეოსის დროს ითარგმნა ეს 70 ებრაელი უხუცესი, რომლებმაც იცოდნენ ბერძნული, აი ესენი დასვეს და 70-თაგანს ეძახიან ეს სეპტუაგინტა, მაგას ნიშნავს, ამბობენ 72 იყო, მაგრამ 70-თაგანს ეძახიან და ჩვენ წელთა აღრიცხვამდე, სადღაც 1 საუკუნით ადრე ეს ათარგმნიენ ეს და ბერძნულ კულტურაში შევიდა და მერე მამებსაც, იყო მცდელობები, მაგრამ ბერძენ მამებსაც არ უთარგმნიათ ეს ხელახლა და ქრისტეს მოსვლამდე პერიოდი და მთელი ბერძენი მამები, რომლებიც არიან უდიდესი სვეტები ეკლესიის გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი, იოანე ოქრობირი, ესენი იყენებდნენ აი ამ თარგმანს ზუსტად, რომ და რასაც ჩვენ ღვთისმეტყველურად რაც ვიცით, არის აქედან, ამ თარგმანიდან ქართულიც, იმიტომ რომ ქართული არის იქიდან თარგმნილი და არის განსხვავებები. ანუ შეუძლებელია თარგმანში არ იყოს განსხვავება. შეუძლებელი რამეა, თუმცა ის განსხვავება ცუდი კი არ არის. ცოტა სხვანაირად არის და დღევანდელი ბიბლია, რომელიც გვაქვს კიდევ მადლობა ღმერთზე ახალ ქართულად თარგმნილი, ეს არის ებრაულიდან თარგმნილი და ერთი ესეთი განსხვავება არის, ამით მინდა დავიწყო. ძველ ქართულად არის ფსალმუნი 16:15-ია, სიმართლითა ვეჩვენო პირსა შენსა, განზღე გამოჩინებასა დიდებისა შენისას. ეს არის ძველ ქართულად, ანუ ბერძნულიდან თარგმნილი. ახალ ქართულად ეს არის მე სიმართლით ვიხილავ შენს პირს და გავძღები გამოღვიძებისას შენი დიდების ხილვით. ანუ განსხვავება, მაგრამ ეს ახალი ძალიან მომწონს და ძალიან საოცარია, რომ სიმართლით ვიხილავ შენს პირს, შენს სახეს, სიმართლით, სიმართლეში. და ჩემი გამოღვიძებისასო, აი რომ გამოვიღვიძებო, ანუ გამოღვიძებაში ხორციელი გამოღვიძება არის აღებული ფორმატ, მაგრამ სინამდვილეში სულიერი გონებრივი გამოღვიძება იგულისხმება და აი ამ გონებრივი გამოღვიძებისას მე გავძღები შენი დიდების ხილვით, შენი სახის ხილვით, აი ეს სახე მოსე ეუბნება ღმერთს, რომ მახილვინეო შენი დიდება და აი ამ დიდებას ღმერთი ესე უთარგმნის. არავინ არის, ვინც იხილავს ჩემს სახეს და ცოცხალი დარჩება, ანუ ჩემი სახე არის მისი დიდება. მისი სახე არის მისი დიდება და ამიტომ ფსალმუნებში ასევე წერია, რომ უფლის საყდარი დგას სამართალსა ზედა. ანუ როცა ადამიანს გინდა უფალი შეიცნო, პირველ რიგში უნდა იცოდე, რომ სიმართლეს უნდა ემსახურო. სიმართლით შეიცნობა ღმერთი, იმიტომ რომ ის არის მართალი ღმერთი. ეხლა შობას ეს როგორ უკავშირებთ, რომ ვინ განკაცდა? აი ეს მართალი ღმერთი განკაცდა. მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ ნათელი. აი ამის თქმა, რომ მე ვარ ნათელი. არ შეეძლო დედამიწის ზურგზე დაბადებულ არც ერთ ადამიანს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე ვარ ნათელი შვილების, ანუ მე უნათებ, მე უცხადებ მათ. მე ვარ ნათელი შეიძლება ჩემი ერის, მაგრამ მე ვარ ნათელი სოფლის, ანუ სოფლის ნათელი ნიშნავს ამ სოფლად დაბადებული ყველა ადამიანის ნათელი ვარ მე. მთელი ქვეყნიერების. მთელი ქვეყნიერების, ანუ ყოფილის, იმდროინდელის და დღევანდელის და მომავლის. აი ეს რო თქვა კაცმა შეუძლებელია. იმიტომ რომ მაშინ ხარ, როგორი მატყუარა, იცი რომ კაცი თუ ხარ და თუ იტყვი რომ მე ვარ ნათელი, ესე იგი წარსულისაც როგორ გაანათებ წარსულს, ისინი წავიდნენ, შენ არც გიცნობდნენ, ხო? და ამიტომ ქრისტე რო ამბობს ამას, აი აბრამიო
ელოდაო ჩემს დღეს იხილა და გაუხარდაო და როგორ აი როგორ ელოდა იხილა გაუხარდა აბრამი მკვდარია აი ეს ღმერთი რომელიც განკაცდა და კაცობრიო ბუნება შეიმოსა აი ეს არის მართალი ჭეშმარიტი და აი ამ ღმერთის მსახურება შეუძლებელია სიმართლის და ჭეშმარიტების გარეშე ძალიან საინტერესო არის როგორ ხედავდნენ აი ძველ აღთქმაში აი ხო არის იოანე მახარობელის აღწერილი რომ თავდაპირველად იყო სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი ეს არის ახალი აღთქმის ანუ უკვე ღვთის ღმერთი რომ დაინახა განკაცებული ღმერთი და ჯვარცმული ღმერთი და აღდგომილი ღმერთი ამის შემდეგი ადამიანის თხრობა მაგრამ არის ზაქარია რომლის წინასწარმეტყველება არის ბოლო და რომლის სიტყვებით წერია ლუკას სახარებაში აი რა მოხდა რას ამბობს ეს ადგილი ცოტა სხვანაირად არის ქართულში თარგმნილი და ჩვენ როცა ვთარგმნით მაშინ ეს დავინახეთ და ეს არის ძალიან საინტერესო მტრების ხელიდან დახსნილები არა მტრის შიშით არამედ უშიშრად გვემსახურა მის წინაშე მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში მისი სიწმინდისა და სიმართლის გამო აი ეს არის საოცარი სიტყვები აი დააკვირდით ადამიანი როგორ არის ადამიანი არის ფაქტიურად ცხოვრობს სამყაროში რომელშიც ვერ ერკვევა და ცდილობს გაერკვიოს სად არის რატო არის როგორ არის აი რა მოელის რა ელის თავი კითხვა ხო რა მოელის აი ხვალინდელი დღე არ იცის ადამიანი არის აწმყო არსება და ადამიანს შეუძლია წარსულით და მომავალზე ფიქრით საკუთარი თავი შექმნას ან შეწუხდეს ხო მომავლით რომელიც ჯერ არ მომხდარა რაღაცა იფიქროს რომ ესე მოხდება და შეწუხდეს ან წარსულში რომ მოხდა იმით იყო შეწუხებული მაგრამ აწმოში ანუ აწმო არსება არის და აი წამიერი არსება ვართ ეხლა ჩვენ სანამ შემოვიდოდით ის დრო წავიდა ჩვენ უკვე იქ არ ვართ მაგრამ მეხსიერებაში რჩება მაგრამ ჩვენ აქ ვართ ადამიანი აწმო არსებაა და ადამიანს არ შეუძლია გამოცდილებითი ცოდნა მომავლის შეიძლება ჩვენ ვთქვათ მომავალში ეს მოხდება ღმერთმა განგვიცხადოს მაგრამ ის მაინც არ ვიცით ჩვენ ამიტომ არის გამოცხადება რაღაც ისეთი მინიშნებებით არის ყოველთვის იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია მომავლის ცოდნა არ არის ღმერთს შეუძლია მარტო იცის ის ისე როგორც ის იქნება მაგრამ ჩვენი ეს ისე არ ვიცით შეიძლება გვითხრან მაგრამ მაინც არ ვიცით ეს არის და აწმყო არსება არის და აი ამ აწმყო არსებას აქვს შიში და ძალიან ბევრი ადამიანი ღმერთთან მიდის მორწმუნე ხდება მტრის შიშის გამო თუნდაც მტრის თუნდაც გარემოსი თუნდაც სიტუაციის და აი აქ ზაქარია წინასწარმეტყველი არის იოანეს მამა და საოცარ სიტყვებს ამბობს რომ მტრის ხელიდან დაგვიხსნაო რომ მტრის შიშით კი არ გვემსახურაო მისთვის არამედ იმიტომ გვემსახურაო რომ ის არისო სიმართლე აი ეს მოქმედება ვინც ამას მიაღწევს ადამიანი რომ არაფრის შიში არ აქვს უბრალოდ მოსწონს ის სიმართლე შეუყვარდა ის სიმართლე რომელიც ქრისტეს გააჩნია აი ესე რომ ემსახურება ამ სიმართლეს ემსახურება და იმ მართალ ღმერთს რომ ემსახურება არა ვიღაცის შიშის გამო არამედ იმის გამო რომ ის არის მართალი იმის გამო რომ ის არის ჭეშმარიტი აი ეს არის ჭეშმარიტი მორწმუნე და აი ეს შიში თუნდაც მტრის შიში თუნდაც გარემოს შიში რომ აი მოვკვდები და სად მივდივართ განკაცა ღმერთი და აი ეს გააქრო სიკვდილითა სიკვდილის დამდგუნველი ნიშნავს რომ მან ჩვენი გონება
გაანთავისუფლა სიკვდილის შიშისაგან, იმიტომ რომ გვანახა რომ სიკვდილი არ არსებობს. მტრის შიშისაგან გაანთავისუფლა, იმიტომ რომ მტერი დაამარცხა, სიცრუე დაამარცხა, რადგან სიმართლე განკაცდა. აი ხშირად ამბობენ რომ ჯოჯოხეთში იხატება ხატებზე, როდესაც ქრისტე ჯოჯოხეთშია ჩასული დამსხვრეული კარები. და ამ კარებებზე დგას ქრისტე ფეხით და ამოყავს ევა და ადამი. და ეს არის წარმოდგენითი სახოვანი სახვევია ეს კარი, თორე ჯოჯოხეთს კარი არ აქვს, როგორც ესეთი სამყარო კი არ არის. და რატო რა არის ეს კარებების დამსხვრევა? და ეს დამსხვრევა ნიშნავს იმას უკვე ჩაკეტილი არ არის ჯოჯოხეთი, მაგას ნიშნავს გახსნა. იქიდან ამოსვლა რო შეუძლია ადამიანს. და რა არის ეს სიცრუის კარები იყო? მოტყუებული ადამიანი არის ჯოჯოხეთში. ტყუილში მყოფი ადამიანი არის ჯოჯოხეთში და აი კარები როგორ დაამსხვრია, ჩავიდა ჭეშმარიტება. ჩავიდა სიმართლე, ჩავიდა მართალი ღმერთი და მართალი კაცი, რომელიც შეიერთა და დაიმსხვრა ის, რომ რა სიტყვაც უთხრა ეშმაკმა, რომ მას არ უნდა შენი ღმერთობა. მას შენ მონაჭირდები. ამიტომ გითხრა არ შეჭამო და წარმოიდგინეთ ვინ ჩადის ქრისტე განკაცებული ღმერთი. არ უნდა. აი შენ არ მითხარი რომ არ უნდაო, ნახე ეს ვინ არის. ნახე კაცი როგორ შეიერთა. ნახე როგორ ნდომებია. ღმერთს როგორ უყარები ვარ ღმერთს, რომ თვითონ შეიერთა ჩვენი ბუნება. ესმით აი ამ ხედვამ დაანგრი, ამ ხედვამ ჩამოშალა ის კარები, რომელი კარებიც პირობითად ითქმის, თორე სინამდვილეში ეს კარი არის გონების ჩაკეტვა სიმართლის მიმართებაში. და აი ეს გონების ჩაკეტილობა გახსნა. და გახსნა და ჩვენ სიმართლე დავინახეთ. აი ეს მართალი ღმერთი დავინახეთ, რომელიც განკაცდა და გვითხრა ის, რაც არის რეალობა, რაც არის სინამდვილე, რომელიც სინამდვილესაც ჩვენ ხორცელი ადამიანები ვერ ხედავთ და ვერც დავინახავთ ქრისტეს გარეშე. იმიტომ რომ ეს არის განკაცებული, რომელმაც იცის მარადიული, იცის აქაური და იცის ქვესკნელი. და განაგებს ამ სამივეს და აი ამის დანახვა და ამის მიღება არის, როცა ჩემში, შენში და ყველაში იბადება ჭეშმარიტი ღმერთი. ანუ შობილი ღმერთი, რომელიც ადამიანად იშვა. აი ეს შობილი ღმერთი ჩვენშიც იშვება. და ჩვენს ხეულს იყენებს უკვე არა ჰიპოსტასურად შეერთებულ, არამედ ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ჩვენში შემოდის ის სიტყვა, რომელიც განკაცდა და ჩვენში შემოდის სულიწმინდა და ჩვენი თავი უნდა დაუთმოთ იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ისეთივე ღმერთი, როგორი ღმერთიც გვერდდება. ოღონდ მომადლებით, მადლით ღმერთი. მე თქვი ედგან და ეხლაც ამას დავაზუსტებ, რომ აი მაგალითად იოანე მახარებელმა გითხრა, რომ ღმერთი სიყვარულია. არსებობს ზეცართავი სახელები, აი საგნები, რომელსაც არ გააჩნია თავისი სხეული, სახელდებები. საკუთარი სხეული არ გააჩნია. მაგალითად თეთრი. საკუთარი სხეული არ გააჩნია ამ სიტყვას. თეთრი რაღაცა უნდა იყოს. თეთრი თოვლი, თეთრი. საკუთარი სხეული არ გააჩნია წითელს. საკუთარი სხეული არ გააჩნია ტკბილს. ტკბილი, რამე ტკბილი არ არის სხეული, რაღაცაა ტკბილი. ანუ ვაშლი, მსხალი, შაქარი, არის ტკბილი. და სიყვარულსაც დედამიწაზე აი საკუთარი სხეული არ გააჩნია. მოდი სიყვარული ჩავთვალოთ აი ტკბილი. ტკბილარს უფალი. ამბობს დავით მეფსალმუნე. და აი სიყვარული ჩავთვალოთ აი ესეთ ზეცართავ სახელად, რომელიცაც საკუთარი სხეული არ გააჩნია, მაგრამ არსი აქვს. არსი.
რომ ის არის არსი, ღმერთი სიყვარულია. და დედამიწაზე ეძებს რაღაცას, საგანს, რომელზეც გადმოვა ეს ტკბილი, ანუ ეს სიყვარული და ის გახდება სიყვარული. და ეძებს ადამიანის სხეულს და ადამიანის სულს. აი პირველ რიგში ეძებს სულს, რომელსაც გააჩნია მე თავისი სხეული. და გამოჩნდა პავლე მოციქული. და ღმერთმა ნახა მაგისი მოშურნეობა და ფიქრობს ქრისტე რომ ეს ჩემი მაგარი ჭურჭელი იქნება. ქრისტე სიყვარული ფიქრობს, სიყვარული ღმერთი ფიქრობს რომ აი პავლე იქნება ჩემი ჭურჭელი. და აი ეს სიყვარული ღმერთი აჩერებს პავლეს და რატომ დევნი ეუბნება და ვინ ხარ შენ უფალო მე ვარ ქრისტე რომელსაც შენ დევნი და რა ვქნა? აი ეს რა ვქნა? არის რა გინდა უფალო რომ გავაკეთო? პირველი პასუხი. ის კი არ არის რომ სინანულში ჩავარდეს და ვაიმე ეს რა გავაკეთებ. გახსოვთ მე სინანულზე ვისაუბრეთ წინა გადაცემაში რომ ვაიმე ეს რა გავაკეთე კი არ არის სინანული. არამედ რომ დაუწუნა ღმერთმა მისი მოქმედება რომ მას დევნის მისი სურვილები. ხო, მისი სურვილები რომ აი დაეჭირა ის ქრისტიანები და ესე ემსახურებოდა ღმერთს. ის ემსახურებოდა ღმერთს თავისი გაგებით. კი არ ცრუობდა თავის თავში. ისე მიაჩნდა და ქრისტემ უთხრა რომ დევნიო მე და ეს გაგიჭირდებაო და რა გავაკეთო? აი ეს რა გავაკეთო? რა გინდა უფალო რომ გავაკეთო? ანუ შენ რას მეტყვი მე მზად ვარ გავაკეთო ის რაც შენ გინდა. იყავნება შენის რომ ამბობ და აი ამ დროს უკვე პავლე მზად არის რომ ის სიტყვა მიიღოს. ანუ ღმერთი რასაც ეტყვის, ღმერთი შემოდის სიტყვით პავლეში და პავლე ხდება ჭურჭელი. ვისი? აი თავში რო თქვი, სიყვარულის. აი ამ სიყვარულმა იპოვა დამასკოს გზაზე პავლე მოციქული, რადგან ეს სიყვარული რომელიც განკაცდა და ერთი კაცობრივი ბუნება შეიმოსა, ქრისტეს კაცობრივი ბუნება შეიმოსა, აი ამ სიყვარულმა იცხოვრა, აი ამ სიყვარულმა გვასწავლა და ამ სიყვარულმა გვაჩვენა თავის განწირვით თუ როგორ უყვარვართ ღმერთს. არა თუ ჩვენი მონობა უნდა, არამედ აი ჩვენი ბუნება როგორ შეიერთა. და ეს სიყვარული აცვეს ჯვარს და წაართვეს ამ სიყვარულს ამ ქვეყნიური სხეული. რომ ამ ქვეყნად ეცხოვრა. ეს სხეული მან აღადგინა, მაგრამ უკვე ის ამ ქვეყნიური არ არის. ამ ქვეყნიურად ჩვენ ადამიანები რაც უფრო ამ ქვეყნიური ვართ, მით უფრო ვერ დავინახავთ ის დასანახი რო გახდეს, ამიტომ თვითონ უნდა ინებოს, თორე ჩვენ ვერ დავინახავ, ანუ ერთ-ერთი მოციქული ვერ დაინახავდა ქრისტეს აღდგომილს. ამიტომ არის ყველა სხვადასხვანაირად რო ხედავს, ის სხვანაირია ის სხეული. ამიტომ ისე როგორიც არის პირდაპირ, ესე არც ერთს არ უნახია. და სხვათა შორის ეს აღდგომის საკითხი ხო გაავრცელეს ხმა რომ მოციქულებმა მოიპარესო. და ეს რომ აღდგომა რო ტყუილი ყოფილიყო და მოციქულებს რომ მოეფიქრებინათ, ყველა შეთანხმნებოდნენ და იტყოდნენ რომ ის არის ასეთი. საერთო აი საერთო აზრს იტყოდნენ რომ ვერსია შეთანხმდნენ. საერთო ვერსია ექნებოდა, აი მაგალითად როგორც მარიამი ამბობს რომ მებაღე ეგონა. მას აქვს მებაღეს ფორმა. აი ესე გეგონება მებაღეა. არა ვიღაცას მწირი ეგონა. მგზავრი მწირი ნიშნავს სხვა ქვეყნიდან ჩამო ტურისტს არა, ხო და სხვა ქვეყნიდან წამოსულს, რომელსაც აქ არაფერი არ გააჩნია. არც ფული გააჩნია, იმიტომ რომ პატიჟობენ და სახში რომ პური ჭამოთო და მერე იცნობენ რომ ქრისტეა. და ტიბერიის ზღვაზე რო გამოეცხა და იქ პეტრემ საერთოდ ვერ იცნო და იოანემ იცნო. უფალიაო და პეტრე ჩაიცმევს, გადმოხდება წყლიდან და პირველი მივა და მერე რო დამთავრდება ყველაფერი, იოანე ესე ამბობს რომ ყველა მიცოდაო რომ უფალი იყო, მაგრამ არავინ კითხაო რომ შენ ვინ ხარო. აი
არავინ კითხა შენ ვინ ხარ და ყველა მიცოდა რომ უფალი იყო. აი როგორი ის არის, აი თუ ეს მოფიქრებულია აღდგომა, აი ამას არაფრით არ დაწერდა, ანუ შენ ვინ ხარ როგორ უნდა კითხო თუ იცი რომ ის არის, მაგრამ აი როგორი ხედვაა, ეს არის ეს რწმენითი ხედვა, ეს სხვა არის, ეს სხვანაირია, ეს ისა უფლის გამოცხადება და ჩვენს თავს რო და ჩვენს საუბარს რო დაუბრუნდეთ, აი არ არის არ აქვს უკვე წაართვეს სხეული და იმ სხეულით ამ ქვეყნად ვერ ცხოვრობს და არა და უნდა რომ იმ სხეულში მყოფი დაემორჩილოს და მიიღოს ის სიყვარული. აი ეს სიყვარული, მაგალითად წითელი სიყვარული. ტკბილი სიყვარული. და პავლე უთხრა დიახ უფალო. მოდი. და პავლე ამბობს რომ მე არ ვცხოვრობ ჩემში, არამედ ქრისტე. აი ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია და გამახსენდა ჩვენი ერთ-ერთი წინა საუბარი, რომელიც ნებელობას უკავშირდება. ანუ ხო შეეძლო ღმერთს ქრისტეს ამ შემთხვევაში ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეერჩია რა ჭურჭლად თუნდაც იმ რწმენის ხარისხის გათვალისწინებით, რომელიც ჰქონდა პავლეს, თუმცა შეცდომით მსახურობდა, უკითხავად გადმოსულიყო მასაც და მაგრამ აი ეს მასთან კომუნიკაცია ესე პირობითად თანამედროვე ტექსტით რო ვთქვათ გარკვეული გაგებით ნებართვის აღება კი არ არის, არამედ მიმღების მხრიდან თვალისახელის მზაობის გამოხატულება და ნების გამოხატულება. ანუ დაუკაკუნებლად არ შემოდის. ხო. დაუკაკუნებლად არ შემოდის. ადამიანს, სუბიექტს, ინდივიდს პატივსცემს ამხრივაც. ეს არის ნებელობა ზუსტად, რაზეც ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. დიახ და ამიტომ ხდება ეს პავლე უკვე გამხრთობილი, იმიტომ რომ ღმერთი შემოდის. და ამიტომ დააკვირდით როგორი ის არის პავლე ამბობს მე არ ვცხოვრობო ჩემში ქრისტე ცხოვრობს. მეო სოფლისთვისო ჯვარცმული ვარო და სოფელი ჩემთვის ჯვარცმული არისო. და მისი სურვილი არ არსებობს, მისი სურვილი არის ერთადერთი, რომ აი ვინც მასში შემოდის, ის უფრო მეტად შემოვიდეს, რადგან ულევია და უფრო მეტად შევიდეს. აი ძალიან რთული გასაგებია, რომ შევიცანი იმდენად, რამდენად შეცნობილი ვარ. ახლა შეცნობილი ნიშნავს, რომ ღმერთმა რამდენად შეგვიცნო ჩვენ ადამიანი და ღმერთს არ ჭირდება ჩვენი შეცნობა, ჩვენ შეცნობილი ვართ, მაგრამ მაგას არ ნიშნავს, ესე არ განიმარტება, უბრალოდ სხვანაირად ვერ ითქმის. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენად შემოვიდა ჩემში მზე, იმდენად შევედი მზეში. აი, რამდენად შემოდის, რამდენად დიდად შემოდის. იმდენად შევდივარ, ანუ რამდენად შეცნობილი ვარ, ნიშნავს, რომ ის თუ არ შემოვიდა, ჩვენ იქ ვერ შევალთ. და ის შემოდის და ჩვენ შევდივართ. ამას ამბობს პავლე მოციქული და ამიტომ მოციქულებს მიცა თავისი თავი ჩვენ რო ამბობთ, რომ გადმოდის მოციქულებზე და პავლე ამბობს, რომ ჩემში ქრისტე საუბრობს. და აი მაგალითად ჩვენ თავიდან ხო ვთქვით, რომ მაგალითად ძველ აღთქმაში ეწერა ტკბილ ხარ შენ უფალო. ნუ ახალში ღმერთის სიყვარულია, ხო? აი ტკბილ ხარ შენ უფალო უფრო გასაგები რო იყოს, იმიტომ რომ ტკბილი უფრო გვესმის ჩვენ ხორციელად, რადგან ტკბილს ხორციელის გააჩინა და სიყვარული იმდენად არ გვესმის, ეს უფრო მაღალია, ანუ უფრო სულიერია სიყვარული ვიდრე ტკბილი. და თქვათ აი ტკბილია, აი ეს ტკბილი ღმერთი გადმოვიდა შენზე, ჩემზე, ჩვენზე, ხო? როგორ დაუტკბებით, ხო? ანუ რითი უნდა იცნო რომ ღმერთი გადმოვიდა? ის რომ დატკბი. და სიტყვა მარტო ის არის. ანუ ჩაი როგორ უნდა იცნო რომ ტკბილია? ჩაი როგორ უნდა იცნო რომ შაქარი აქვს? აი ჩაის გასინჯევდა შეუძლებელია რომ ჩაი იყოს ტკბილი შაქრის ან რაღაცი ჩაყრის გარეშე, იმიტომ რომ ესეთი ჩაი არ არსებობს. ჩაის აქვს სხვა გემო. სიტყვა არ აქვს. და თუ ტკბილია ჩაი, ესე იგი ის მარტო ჩაი არ არის. შაქრიანი ჩაია. აი ესევე თუ ტკბილია ადამიანი, თუ სიყვარული გააჩნია ადამიანს და მართალი და აი სიყვარულია. ესე იგი
მასზე ღმერთი გადმოვიდა. სხვანაირად ეგ შეუძლებელია. ამიტომ პავლე რაც გახდა არა პავლე, არამედ პავლე ქრისტესთან ერთად. ქრისტე ამაში, ქრისტე საუბრობს მაშინ და ეს გვემართება ჩვენს და აი ეს ღმერთი რომელმაც გამოცდილება მიიღო, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, გამოცდილება მიიღო კაცობრივი ხონც ღმერთმა კი არა, ანუ განკაცებულმა ღმერთმა ეს ძალიან ისეთი საკითხია, მაგალითად ჩვენ ხომ ამბობთ რომ ღმერთი ჯვარს ეცვა. ღმერთი ჯვარს აცვეს. ხო ეს შეუძლებელია რომ ღმერთი ჯვარს ეცვას, ღმერთი ჯვარს აცვეს, ანუ ღმერთი მოკლეს. ეგ შეუძლებელია, ღმერთი არ კვდება, ღმერთი ჯვარს ვერ ეცმევა, ღმერთი ვერისა, მაგრამ აი რა გაგებით ითქმის ეს, რომ ღმერთმა აი ჩვენ რო ვთქვით რომ პავლეზე გადმოვიდა, იქ არის პავლესთან შეერთებული ღმერთი, მაგრამ პავლე რჩება. პავლე გამხტობილი ხდება, მაგრამ პავლე. პეტრე გამხტობილი ხდება, მაგრამ პეტრე. ეს პიროვნებები განიმხტობიან. მაგრამ ეს არის პავლე და ქრისტე. და ქრისტეში ესე არ არის. ქრისტემ, ანუ ქრისტე რასაც როცა ჩვენ ქრისტეს ვიტყვით, უნდა ვიგულისხმოთ ღმერთი და კაცი. ამ შობის დროს რა ხდება რომ არ არსებული ქრისტე, ანუ არ არსებული ერთი მხრივ ადამიანი არ არსებობდა ქრისტე ადამიანი. არსებობდა ქრისტე ძე, რომელსაც ჩვენ უკვე ქრისტე დავარქვით, მაგრამ იმას ქრისტე არ ერქვა. ქრისტეს როცა ვამბობთ, აი ეს არსებული ძე გადმოდის მარიამზე და შეიმოსა, შექმნა, შეძერწა არსებულისგან, მარიამისგან და სულიწმინდისგან, ხო? და აი ეს ქრისტე კაცი შეიერთა და ამიტომ ეს უკვე ქრისტეს როცა ვიტყვით, ეს კაცი რომელიც მან შეიერთა, ეს არ არის პავლე, ეს არის ის რომელსაც არ უცხოვრია ძე ღმერთთან შეერთების გარეშე. ძე ღმერთმა შეიერთა, ეს მისი ბუნებაა, მისია ეს. ამიტომ როცა მას ჩვენ ვამბობთ რომ ქრისტე ჯვარს აცვეს და ღმერთი ჯვარს აცვეს, იმიტომ რომ ეს მისია. ღმერთის შეერთებულია. ანუ პავლეს ჯვარცმით ჩვენ ხო არ ვიტყვით რომ ღმერთი ჯვარს აცვეს, აი პეტრეს აცვეს და პეტრე აცვეს ჯვარს, მაგრამ ღმერთი ჯვარს აცვეს არა. თუმცა ღმერთის გამო აცვეს, ის ღმერთი რომელიც მასში იყო, ის დაიწუნეს, ხო? პეტრეშიც, მაგრამ აქ არის საკითხი რომ აი ეს ქრისტე კაცობრივი არ არის ცალკე ნაცხოვრები. ამიტომ ქვია მას მარიამს ღვთისმშობელი. იყო ესეთი მწვალებლობა კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან, რომ ამბობდა რომ ქრისტე ღმერთი გახდა ნათლობის დროს და ამიტომ ქრისტეს მშობელს ეძახდა, რაც არასწორი სწავლება იყო, რაც ეკლესიამ დაიწუნა, აი ეკლესიაში როგორ რაღაც პატრიარქი იყო, მაგრამ არასწორს ასწავლიდა და განაყენეს, გააგდეს და ეს სწავლება დაგმეს. აი ეს ერთი სწავლება, თითქოს ხო არაფერი. ნესტორიანობა ქვია მაგ სწავლებას, აი თითქოს ხო არაფერი. ქრისტე სულიწმინდა რო გადმოვიდა, მაშინ გახდა ღმერთი და მარიამი არ არის ღვთისმშობელი, ის არის ქრისტეს მშობელი, ხო, ქრისტეს მშობელი და რაც არის მწვალებლობა და თითქოს ეს სწავლება არაფერია ესეთი, ხო? კაცი იფიქრებს, ამის გამო ეკლესიამ როგორ შეიძლება შფოთი, ახლა მე რო ვიძახი ეკლესიაში რა შეიძლება მწვალებლობა, რასაც თქვენ გადაგებთ, ეს უნდა დაიგმოს მეთქი. აი ამიტომ ვიძახი რომ ახლა ამ მწვალებლობაში რა იყო ჩადებული, რომ თუ ქრისტე ნათლობის დროს გახდა ღმერთი. მაშინ გამოდის რომ მეც შემიძლია გავხდე ნათლობის დროს ისეთივე ქრისტე. და გამოდის რომ აი ჩვენ ყველანი ისეთივე ქრისტეები გავხდებით. და აქ ახლა საშიშროება რაში მდგომარეობს, რომ ქრისტემ რაც ასწავლა, რაც გვასწავლა, ჩვენ ვამბობთ ის არის განკაცებული ღმერთი და რაც გვასწავლა, ეს არის ღვთის სწავლება. ამიტომ ვამბობთ ღმერთი აცვეს ჯვარს. ღვთის სწავლება არის, ეს არ არის კაცის სწავლება, რომელიც ღმერთმა განუცხადა, არა.
ეს არის ღმერთის სწავლება, ღმერთ კაცი და აი ეს ღმერთ კაცი რო ასწავლის, ამისი შეცვლა არ შეიძლება. იმიტომ არის უდროობიდან დროში მოსული ღმერთის სწავლება. ამიტომ არის მართლმადიდებლობა რო იძახის რომ არ შეიძლება ის შეცვალო, მაგრამ თუ მე თქვენ და ვინც იორდანეში მოვინათლებით, ხვდებით იგივე ქრისტე, მაშინ ჩვენ მისი შეცვლა შეგვეძლება, ხო? ჩვეულებრივ შევცვლით, იმიტომ რომ ახალი ქრისტე ვარ ჩვენ. და ამ თანამედროვეობაში ვისაუბრებთ ახალი ქრისტე. აი ეს გათვლა იყო, რომ აი პატრიარქიც შეიძლება გახდეს ქრისტე. ჩვეულებრივად ნათლობის დროს იქნება თუ რომ იტყვის იმპერატორი, ეხლა მე ვარ ქრისტე. და ეგ არ არის ქრისტიანობაში, ეგ არ არსებობს ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ გავხდეთ აი ის იესო ქრისტე. ის არის განკაცებული ღმერთი ერთადერთი. სხვა დანარჩენი ჩვენ ვართ გამხრთობილი პავლე, გამხრთობილი პეტრე, გამხრთობილი გიორგი, დოროთე, ანუ გამხრთობილი, ანუ ჩვენ ვართ და ღმერთი შემოდის და იქ ისე ჩვენ ქრისტე კაცად მე ვარ და მე ღმერთი შემოვიდა, ესეთი ქრისტესთან არ არის, იმიტომ რომ ეს ქრისტეს ძის არის, ძის ძემ შეიერთა. ამიტომ ერთადერთია და ჩვენ ვერასოდეს ვერ გავხდებით ის არის. მაგრამ ჩვენ ღმერთის შემოსვლით, ჩვენში ღვთის სიტყვა ხო შემოდის, ჩვენ ხდებით განხრთობილები, მაგრამ ჩვენ პიროვნებები ვრჩებით პიროვნებად და ჩვენ ხდებით განხრთობილები, მაგრამ იქ პიროვნება არის ღმერთი. რატომ? იმიტომ რომ ის ცალკე არ არსებულია ქრისტე კაცი. მე ჩვენ ცალკე ვცხოვრობთ, ხო? და ჩვენზე ღმერთი რო გადმოდის, ჩვენ ვრჩებით აი ესეთი. მაგრამ იქ არის განკაცებული ღმერთი და როცა ის ჯვარს აცვეს, ამიტომ ვამბობთ რომ ღმერთი აცვეს ჯვარს, იმიტომ რომ ღმერთის არის ის. აი როგორც მაგალითად ჩვენ რომ ხელს მოგვაჭრიან, ან რომ მოვკლავენ, ხო, მაგალითად და ვიტყვით რომ მომკლეს. მე სული კი არ მოკლეს. ქრისტე რო ამბობს ნუ გეშინია მაგათი ვისაც ხორცის მოკლა შეუძლია, არამედ და სულის არ შეუძლია, ნიშნავს რომ მას არ შეუძლია ჩემი სულის მოკლა, მაგრამ მომკლეს, იმიტომ რომ მომკლეს რომ ხორცი წამართვეს. აი ის რაში ჩემი სული ცხოვრობს. იმიტომ რომ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ჩვენ ვიცით სწავლებით რომ ჩვენი სული და ჩვენი ხორცი აღრეული არ არის. ეს ერთმანეთში აღრეული არ არის. არამედ სულს გააჩნია ხორცი, მე ვარ სული და მე გამაჩნია ხორცი და აი როცა ხორცი მტკივა, მე მტკივა ის. როცა ხორციელად მიხარია, მე მიხარია. აი ესე რო წარმოვიდგინოთ ქრისტეში, რომ აი ღმერთს არ ტკივა არაფერი, როგორც ასე ღმერთის ბუნება როგორ შეიძლება ტკიოდეს, მაგრამ ღმერთს ტკივა, როცა ქრისტეს ხო ჯვარს აცმევენ. ღმერთს, იმიტომ რომ ქრისტე მისია. და აი ეს საოცრება, რომელიც ხდება დედამიწაზე, ეს არის ამოუხსნელი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს საოცრება იბადება ბაგაში. აი ეს ბაგაში დაბადება ქრისტესი არ არის ქრისტეს არჩევანი. ღმერთის არჩევანი არ არის. აი ხო გონიათ რომ ღმერთმა აირჩია ბაგაში დაიბადა, არა. ღმერთის არჩევანი ეს არ არის. ღმერთს არ უსურვებია ღმერთს რომ ბაგაში დაბადებულიყო. ღმერთის არჩევანია ძალიან საინტერესო და ეუბნება და თარგმნილიც სწორად არის. იოსებს როცა ეცხადება ანგელოზი იოსები, რომელზეც დაწინდული იყო მარიამი, ესე ეუბნება რომ მასში შობილი სული წმინდისაგან არის. ანუ ეს ძალიან ჩემთვის არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე, რომ ღმერთმა ძეღვთისამ აირჩია ქალი, ქალწული და მასში დაიბადა და ეს ქალწული იყო ისეთი, რომელსაც არ ქონდა
ოთახი სადაც შვილს გააჩენდა. ხო, მაგრამ ეს ხო ნიშნავს იმას, რომ ესეც შეგნებულად გააკეთა. ანუ შეგნება აქ ღმერთის არის რომ მარიამი. ხო. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ამ მარიამს ექნება ოთახი თუ არ ექნება ოთახი. სახლი ექნება, სიმდიდრე ექნება თუ არ ექნება. იმიტომ რომ ღმერთისთვის ეს ოთახი, გარეგნული ეს არაფერს არ ნიშნავს. ღმერთის სამყაროაცაა, მიწა დედამიწა ყველაფერი. ღმერთის არის. უფალი მეფობს. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია აღმოაჩინოს ისეთი ადამიანი, რომელშიც განკაცდა. და ეს არის მარიამი, რომელმაც ის მიიღო და როდის მიიღო, იცით, რომლის მიღება მაშინ ეს იყო თან ქალისგან ძალიან რთული მომენტი, ძალიან რთული. იმიტომ რომ ჯერ ერთი ქალი არ იყო ისე დაფასებული. და ამავდროულად რჩეულობის გადატანა ადამიანს უჭირს. ღმერთის რჩეულობის გადატანა უჭირს ადამიანს და მარიამი რო ამბობს მოხედა სიმდაბლესა და ჩემსა ეს სიმდაბლე ჩვენ დღეს გონია რომ რაღაც ისეთია ამ დაბალი კაცი და ეს დაბალი კაცი გონებითი არა სიმდაბლე ნიშნავს რომ არა ჩემს არარავობას ნუ არავინ ვარო მე ვინ ვარო რომ ჩემში განკაცდაო აი ამას ამბობს ესმით აი ესეთი რომ ძე მაღლისა ეწოდება იცის უკვე ანგელოზმა უთხრა ვინ ჩაუსახლდა და აი ჩემს სიმდაბლეს ანუ ჩემს არარავობას მოხედაო და მეო დედოფალი გამხადაო მე აი ეს განცდა არის საოცრება რომ აი როგორი სიმდაბლე როგორი იმით უყურებს საკუთარ თავს და სინამდვილეში აი ესეც საინტერესო ის არის რომ სიმდაბლე დღეს გონიათ ახ კაცო მე არავინ არა ვარ და რაღაცა მაგრამ სინამდვილეში რაღაც ესეთი ან უცოდინრობა ეს არ არის სიმდაბლე. სიმდაბლე არის საკუთარი თავის სუსტი ცოდნა. დაბალი ის არის, ვინ ზუსტად იცის, ვინ არის ის, ვინ გახადა ღმერთო. როგორი გახდა ის. ეს არის სიმდაბლე. აი სიმდაბლეა მაგალითად დავით მეფეს რო ეუბნება ამ დაბლებს ღმერთი როგორ არის დააგვირდით არ დაგავიწყდეს რომ მე შენ მამას შენის ბოსელიდან გამოგიყვანე. და არა და მეფეა. და აი მეფე რო ხარ რო არ წარმოიდგინო რომ აი მეფე ვარ და მორჩა. აი ეს არ წარმოუდგენია დავითს არასოდეს. ყოველთვის ახსოვდა მამა შენის ბოსელიდან რომ ეს გახსოვდესო. ანუ ამას რატო გვახსენებს ღმერთი რომ იმდენად დიდ რაღაცას იძლევა ღმერთობას რომ ადამიანი ამ პარტავნებით არ დაკარგოს ის რაც ღმერთი აძლევს. მაგალითად იოანე ნათლიმცემელს ეკითხებიან ქრისტე ხარო? ანუ მესია ხარო? მასიახი ხარო? არა ვარო. წინასწარმეტყველი ხარო? არა ვარო. და მაშინ ვინ ხარო რომ ნათლაო რა ეს არა ვარ, ის არა ვარ, ვინ ხარო მაშინ შენ? ხო და მე ვარო ხმამ ღაღადებელი უდაბნო საშინა განამზადეთ გზანი თქვენი და უმფალს განუმზადეთ თავისი გზა. და აი ეს ხმამ ღაღადებელი იოანე მიცის რომ ის არის ის ვინც უნდა განუცხადოს ისრაელს მოსული ღმერთი რომელიც ხორცში მოვიდა. აი ეს რო განუცხადოს ეს იცის. მაგრამ აი ეს კაცი მოღვაწე უდიდესი ამბობს რომ მე ის ვინც მოდის ჩემზე ადრე იყო. ანუ ღმერთი რომელიც ჩემზე ადრე იყოს იმიტომ რომ არის მაგრამ არ ითქმის ესე რომელიც ჩემ შემდეგ მოვა ანუ ჯერ მე გამცხადდები და ვინ ჩემზე ადრე იყო იმას განუცხადებ და იმის თასმების გახსნის ღირსი არა ვარ ეს ერთი და მეორე ფეხსაცმელი რო ავიღო
და მეორე თავის ადგილასო დავდო ეს იყო მონები ემსახურებოდნენ ბატონის სახში რომ მივიდოდა ბატონი მონები ფეხს საცმელს გახდნიდნენ ფეხს დაუბანდნენ და ამ ფეხსაცმელს დადებდნენ თავის ადგილას და ეს იყო მომსახურება და აი ესე რომ მოვემსახურო აი ეს იმისი მონობის ღირსი არა ვარო ის მოდისო იმ ხელა ეს არის სიმდაბლე ანუ საკუთარი ბუნების ცოდნა და ის რაც მოდის და ვინც მოდის ის როგორია და აი ეს ხდება მარიამთან რომ აი ესეთია მარიამი და საოცრება ხდება რომ აი შობს და ხდება ერთადერთი ნუ სამყაროში წარსული მომავალი აწმოდა საერთოდ მომავალში ერთადერთი ქალი რომელშიც განკაცდა აი ეს მაშიახ რომლის მოვლენასაც ემსახურებოდა ახლოდან რო ვთქვათ ნოე აბრაამი ისააკი იაკობი მოსე ესაია უდიდესი წინასწარმეტყველებები და აი ეს ვისაც ემსახურებოდნენ ბუმბერაზი მამები ამათ გარეშე ვით არ იქნება ეს მამაკაცი არ ვიცი მარიამი ხედავს რომ ამათ გარეშე კაცის მონაწილეობის გარეშე ღმერთმა აირჩია ეს ქალწული რომელსაც სახლიც კი არა აქვს სახლიც კი არა აქვს და როცა მიდის იმაში სასტუმროს ვერ პოულობს იმიტომ მდიდარი არ არის მარტო წარმომავლობა აქვს სამეფო მეტი არაფერი და არის შინაგანი სიდიადე და როგორი საოცრება აი მარიამი რო შეადარო იმ მღვდელმთავრებს და იმ მღვდელმსახურებს რომლებიც მაშინ იყვნენ ღვთის წინაშე დგომა რომელსაც ევალებოდათ რო შეადარო მარიამი არავინ არ არის კაიაფა და ესენი იყვნენ რა ვიცი ბობოქრები იყვნენ ხო რაღაცა ესეთი დიდები და აი ესენი ამას ვინც მარიამმა მიიღო ანგელოზის თქმით ეს ღმერთი ესაუბრება და არღებულობენ აი წარმოიდგინე რამ ხელა სხვაობაა რომ ღვთისმსახური არღებულობს იმას რაც მიიღო მარიამმა უბრალო ქალწულმა რომელსაც არავითარი დაფასება არ ჰქონდა და ისე იცხოვრა რომ არავითარი დაფასებით არ უცხოვრია დედამიწაზე არავითარი დაფასებით მისი დაფასება იყო მარტო ის რომ იოანე მახარებელს უთხრა ქრისტემ ჯვარცმულმა ქრისტემ ჯვარზე ყოფმა შვილმა უთხრა დედაზე აჰა დედა შენი და წაიყვანა და უვლიდა და ცხოვრობდნენ კუნძულ პატმოსში აი ეს იყო მისი დაფასება ეს ეხლა ჩვენ რო ვაფასებთ მაგრამ ამ ქვეყნიურად სრულიად დაფასება არ ქონია ისე იცხოვრა მარიამმა და აი ესეთი მცხოვრებში განკაცდა და აი ესეთ მარიამს არ ქონდა ადგილი სადაც ეშვა ის მაგრამ ქრისტესთვის უკვე ამას მნიშვნელობა არ ქონდა რადგან იპოვა ესეთი დაბალი ადამიანი რომელსაც ქვია დედა ღვთისა მარიამი და იშვა მისგან და აი იოანეს სახარებაში წერია ესეთი სიტყვები რომ თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღო ის ეს თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღო ბევრს გონია რომ აი ებრაელებთან მოვიდა და ებრაელებმა არ მიიღო და მიიღეს წარმართებმა ეგ არასწორია ქრისტიანობის დასაწყისი არის გალილეა და სამარია ქრისტიანობა ვრცელდებოდა უპირველესად გავრცელდა ისრაელში მიიღეს ებრაელებმა როგორ არ მიიღეს და სამარიაში ესეც ისრაელი იყო და იქიდან ვრცელდება მერე სამყაროზე და მაშინ რას ნიშნავს თავისიანებთან მოვიდა თუ ვიტყვით რომ ეს ებრაელი ერი იყო ებრაელმა ერმა მიიღო ერმა მაგრამ
არ მიიღო უდამთავრება. ეკლესიამ არ მიიღო. ხო? და ეს უნდა ვთარგმნოთ ესე. მე ეს სიტყვა გამოძიებული მაქვს, როცა სახარებას ვაკეთებდი და სხვა მნიშვნელობები ბერძნულს აქვს, საერთოდ ერთ სიტყვა შეიძლება 90 მნიშვნელობა ჰქონდეს. გააჩნია რა კონტექსტში და პირიქითაც არის მაგალითად ძალი მაღლის აქ ფარვიდე შენ ეს ებრაულში ეს სიტყვა ბერძნულში ერთი სიტყვით გამოითქმის ის რაც ებრაულში 37 სიტყვა დავთვალეთ 37-ად სხვადასხვანაირად გამოითქმის და ბერძნულში ერთ სიტყვად გამოითქმის აი ეს რაც ფარვიდეს ახლა არ მახსოვს ბერძნულში როგორ ხო და პირიქითაც არის რომ ერთი სიტყვა 19-ს ნიშნავს და აი ეს მოკლედ თავისიანები არის თავის სამფლობელოში მოვიდა ორი სიტყვით თუ ვიტყვით თავის სამფლობელოში მოვიდა და თავის სახლში მოვიდა თავის სამფლობელოში მოვიდა და თავის სამფლობელოს თავისი სახლის მსახურებმა არ მიიღეს ის აი თავის სამფლობელო არის კიდე ვენახის იმას რომ ამბობს მაცხოვარი იგავს ვენახის იგავი მე ვენახეებზე იგავს იქ მე ვენახებს ვენახი რო ჩააბარა ეს ვენახი იყო ეკლესია და დაგვრჩეს ჩვენო და კლავენ რა მონებს და ბოლოს ძეს რო კავენ აი ეს სიტყვა ზუსტად ამ მე ვენახეების ამბავს აღწერს რომ თავისიანებთან მოვიდა ანუ იმ თავის მსახურებთან რომლებიც დააყენა თავის მსახურებთან თავ მსახურებად იმათთან მოვიდა და იმათმა ის არ მიიღეს და იმათმა არ მიიღეს რომ ერმა მიიღო და საერთოდ ბოლო ჟამი პირველის მსგავსი ხდებაო მსგავსებაო პირველსო ბოლო აი ეს ლუკა მახარებელი ამბობს რომ როცაო ძეკაცისა მოვაო ნეტაო იპოვისო მორწმუნეს და იპოვისო მორწმუნეს სად ეკლესიაში ანუ ეკლესია და ემსგავსება ზუსტად ქრისტეს ეკლესია რომელსაც ქრისტეს ეკლესია ქვია და რასაც მართლმადიდებლობა ქვია და ემსგავსება იმას რაც იყო პირველ საუკუნეში როცა ქრისტე არ მიიღეს თავის ეკლესიაში და აი დღეს რაღაცა ესეთი მსგავსებები არის ახლა ქრისტე როგორ უნდა მივიღოთ თავში როგორ დავიწყეთ სიმართლით საი სიმართლე შემოდის ჩვენში ანუ მე ვარ ჭეშმარიტება ეს ნიშნავს რომ სიმართლეა ჭეშმარიტება არის სპარსული სიტყვა და სპარსეთში ბევრი ერი არსებობს და ერთ-ერთის არის რა ანუ თლიანად სპარსულიც არ არის კუთხურია იქაც და ჩვენში შემოსულია სომხურიდან და ჭეშმარიტება ჭეშ არის ახლა სომხურშიც რაც ნიშნავს მართალს ამიტომ ჩვენი ვართ მართლმადიდებლები ხო მართალის მსახურები და მართლიად მსახურები ორივენაირად შეიძლება ითქვას და ამიტომ როდესაც ჩვენში შემოდის ჭეშმარიტება სიმართლე რო შემოდის რომ ეს არ არის სწორი ასე არ გააკეთო თუნდაც მე მეუბნება აი ჩემს თავში ხო არა ეს ქრისტემ თქვა გიყვარდეს მოყვასი და არ შემიძლია შევიძულო ხო ანუ მამები ამბობენ ღმერთი უნდა გახსოვდეს ეს არის ყველაზე დიდი ლოცვა ღმერთის ხსოვნა ღმერთის ხსოვნა ნიშნავს რომ აი ღმერთი რო განკაცდა რა გააკეთა გვასწავლა განგვიცხადა მცნებები რას ნიშნავს რომ გვამცნო განგვიცხადა განცხადებას რო აკეთებს ტელევიზიაში რო არის კომუნისტების დროს განცხადება დღეს რეკლამა იქ არის განცხადება იყო ადრე ახსოვს ტელევიზორს როგორ და განცხადებას აკეთებს აი ეს განცხადება გააკეთა რა როგორ არის აი როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი რატო უნდა გვიყვარდეს და როგორც ზაქარიას სიტყვები თქვი რომ იმიტომ კი არ უნდა ვემსახუროთ რომ ტრის ან სიკვდილის ან რაღაცის გვეშინი იმიტომ გაგვათავისუფლა ამისგან იმიტომ უნდა ვემსახუროთ რომ ეს არის მართალი ეს არის სწორი რაც ქრისტემ თქვა და როცა მე ქრისტე მახსოვს ნიშნავს რომ მე მახსოვს რა მითხრა ქრისტემ შენზე რა მითხრა ქრისტემ მოყვასზე მეგობარზე რა მითხრა თავის თავზე ხო და როცა რაღაცას ვაკეთებ მე უნდა მახსოვდეს ამაზე რა მითხრა ქრისტემ როცა
ვიღაცის ცემა მინდა, ხო? მითხრა რომ არ გააკეთო, მოყვასი არ დაჩაგრო, პირიქით, დაეხმარე იმ გზაში დავარდნილს. ხო? ეკლესიის მღვდელი ვარ, ხო? მღვდელი და ვამბობ რა, რომ იქ ქრისტემ ამბო რომ როცა უთხრეს რომ ვინ არის მოყვასიო. ქრისტემ უთხრა რომ აი იმან ხო დაეხმარაო, შენც ესე გააკეთეო, დაჩაგროს ხო დაეხმარაო. კიო, ხო და აი შენც ესე გააკეთეო, დაჩაგროსო დაეხმარე როცა ჩაგრავენო. და როცა ეკლესიის მოდელი რო დადუმდება დაჩაგრულის მიმართებაში და დამჩაგრველთან დადგება, იქ ქრისტე იკარგება. იქ არ გამოჩდება ქრისტე. ქრისტეს და არც დიდება გამოჩდება. არც და ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია შენში გადმოვიდეს ის სამართლიანი ღმერთი, რომელიც როგორც თქვით, რომელიც სიყვარულია, ხო? აი ღმერთი სამართლიანი. მე მინდა რომ ჩემზე გადმოვიდეს აი ეს სამართლიანი ღმერთი და მოდის სიმართლე. და ვეუბნები არა, ამის გამო მე ესე ვთქვა დამჯიან უფალო. ან მცემენ უფალო, ან გამკვეთავენ უფალო, ხო? და ვერ ვიტყვი. მე არ მოდის. აი თქვენ რო თქვით დაკაკუნების გარე, ეს დაკაკუნება არის სიმართლე. სიმართლე რომელიც შეიძლება რომელმაც პრობლემა შეგიქმნას. ამ სიმართლის თქმამ შეგიქმნას პრობლემა შენ ოჯახს, რა ვიცი, ახლა ყველა სხვა ოჯახიდან მომდივარ, მიუხედავად ბერი ვარ, მეც მყავს დედა და ახლობლები და ისინი შეწუხდებიან. 1000 აზრი მოდის, ხო, მაგრამ თუ მიიღებ მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა შეგექმნება, ღებულობ და ამბობ, ასეა ეს. ქრისტემ ასე გვითხრა და არ შეგეშინდა იმ პრობლემების, რომელიც აი მაშინის გადმოდის და ივსები და ხდები ტკბილი, ხდები სიყვარული, ხდები მართალი და ხდები ნათელი. პავლე მოციქული ამბობს, იყავით ბნელი, ეხლა ხართ ნათელი. და აი ეს ნათელი შეუძლებელია გახდე თუ შენს სულს და შენს სხეულს, შენს მოქმედებებს არ დაუთმო მას ვინ შემოდის. ამიტომ მე როცა მივხვდი ამას, აი ბერი თავშეწირვა ამ სოფლისთვის სიკვდილია და ბერობა აღთქმის დადებაა და როცა მივხვდი რომ თურმე ქრისტეს ჭირდება ამ ქვეყნად მცხოვრები სული და სხეული, რომ მასზე გადმოვიდეს, ეს სიყვარული მასზე გადმოვიდეს და მასში იცოცხლოს და მისი მეშვეობით განეცხადოს ხალხს. და უთხარი აჰა უფალო, შენი იყოს ჩემი სული, ჩემი სხეული. იცხოვრე შენ და განეცხადე ხალხს. და ამას არის მე რომ ვამბობ, რომ აი იოანემ რო თქვა, ისევ დაუბრუნდები იოანეს, მე ვარ ხმამ ღაღადებელი უდაბნოსაშინა. აი ხმამ ღაღადებელი ნიშნავს, რომ სიტყვა ქრისტეა. სიტყვა მე არა ვარ, სიტყვა იოანე არისო. მან არიცის, მე იმ ხამლის გახსნის ღირსი არა ვარ. ანუ იმ საიდუმლოებებს ვერ ამოხსნი, რა საიდუმლოც არის ქრისტე. და იმას თვითონ ამოგიხსნით, თვითონ გეტყვით. მაგრამ მე ვარ ხმა, მე ვახმოვანებ და ყოველი მღვდელი და ქრისტიანი თუ ჭეშმარიტების მსახურია, ნებისმიერი ქრისტიანი მღვდლობას არ აქვს მნიშვნელობა. ის არის გამხმოვანებელი იმ ჭეშმარიტებისა, იმ სიმართლისა, რომელიც მასზე გადმოვიდა და მართალი გახადა. აი მართალი რო გამხადა, ეს მართალი მე ჩემი სიმართლე კი არ არის. ქრისტეს სიმართლეა, ქრისტეს სიტყვა, რომელსაც მე ვახმოვანებ და მე შემიძლია მე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას, ვინც ქრისტეს ახმოვანებს, რომ მე ვარ ხმა, ეს ჩემი სიტყვა არ არის და თუ მე მიწუნებ, მე კი არ მიწუნებ. თუ ჩემს ხმას იწუნებ, წვრილია თუ რა, ეს გასაგებია, მაგრამ თუ იმ აზრს იწუნებ ჩემში მყოფ ღმერთს, მართალ ღმერთს იწუნებ, რომელმაც მე სიმართლე მომცა. ამიტომ ხდება ეკლესია, როცა სიმართლეს იწუნებს ეკლესია, რომელიც არის ღვთის სამფლობელო. სიმართლეს როცა იწუნებს ქრისტეს. მართალ ღმერთს, რადგან მან თქვა, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ სიცოცხლე. აი ეს გზა არის უბრალოდ ხორციელად და სიტყვიერად მართალ გზაზე ვიდგეთ
სიმართლეს ვაკეთებდეთ. სიმართლეს ვამბობდეთ იმას, რომელიც არის განკაცებული ღმერთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საოცარი ბედი გვარგუნა ღმერთმა, რომ ის აღმოვაჩინეთ და შეგვიძლია ჩვენი თავი დავუთმოთ. ის მოვიდა ჩვენთან. ჩვენ შეგვიძლია დავუთმოთ ჩვენი თავი. აი ეს ხმა, დრო, აგერ რასაც ვაკეთებთ, მას უთმობთ. მადლობა მას, რომ ეს საშუალება მოგვეცა და გავაგრძელოთ. მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ მამაო. აქ დავსვათ წერტილი დროებით. შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, დროების YouTube არხის მაყურებელს, რომ ეს არის გადაცემათა ციკლი მამა დოროთეს ამბიონი. ჩვენ ამ გადაცემებში ვსაუბრობთ ქრისტიანობაზე, მის არსზე, ადამიანზე, მის დანიშნულებაზე და რა თქმა უნდა ქრისტიანული თვალსაზრისით. გადაცემა გადის ყოველკვირეულად ეთერში. ყველას გირჩევთ იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ, არ გამოგეტობოთ შემთხვევით, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ შეტყობინებების დროულად მიიღოთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიწვდეს ის სინათლე, რასაც მამა დოროთე საუბრობს სწორედ ქრისტეს სიტყვებით. მადლობა მამა დოროთეს, მადლობა თქვენ და შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში.